ახლა გასწავლით ნამდვილი თაშმიჯაბის მომზადებას და ამის შემდეგ რესტორნებში თქვენს მოტყუებას ვეღარ შეძლებ. მოვირგოთ ფინოს ხალთათმანი და დავჭრათ ჭყინტი ყველი სლაისებად. სასურველია იყოს პატარა თხელი ნაჭრები. თუმცა იქამდე სასურველია დავტესტოთ ყველი წელვადობაზე, რადგან თაშმიჯაბის მოსამზადებლად გვჭირდება აუცილებლად წელვადი ყველი. დავდგა წყალი ასადუღებლად და მომზადოთ კრუტონები. მაგაზე ჩავაფინებ ფინოს პერგამენტის ქაღალდი, მოვათავსე ზემოდან ბაგეტი პურები და ახლა ვუშვებ ღუმელში, რომ კარგად დავბოლოთ. ამასობაში წყალიც ადუღდა და გადაგვაქვს ყველი. კარგად ჩავძიროთ და გავაჩეროთ ასე 5-7 წუთის განმავლობაში. რომ დარბილდება და გაერთიანებას დაიწყებს, ახლა უნდა დავუმატოთ 1 სუფრის kovzi პურის ფქვილი. მარილი გემოვნებით და ვურევთ იქამდე სანამ მასა არ გაერთიანდება და ესეთ წელვად სტრუქტურას არ მივიღებთ. ესეთ ჩვენი თაშმიჯაბი ყოველგვარი კარტოფილის გარეშე. კრუტონებიც გამოცხო და ისხა დაგვრჩენია გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. და დავაგემოვნოთ ჩვენი თაშმიჯაბი. კომენტარებში კი დამიწერეთ, რამდენს გიჭამეთ კარტოფილიანი თაშმიჯაბი, რომელიც სინამდვილეში შუშა იგივე მერწვია და აბსოლუტურად განსხვავებული კერძი.